უბრალოდ ეს დისკუსია მაინც არ ეხება გახმაურებულ ნამუშევარს, დისკუსია ეხება ზოგადად ტენდენციებს, რამდენად მისაღებია ჩვენთვის ამის ამოცანები, რაც ამ სუბაჭრეებს ხელოვნების ნიმუშები და კიდევ უფრო განმარტებულად ვთქვათ, რამდენად მისაღებია ჩვენთვის იმ ტიპის ხელოვნება, რომელშიც უშუალოდ როგორც დღეს ამბობენ, სახელმწიფო ერევა და რაღაც პოეტ ის განვითარებას როგორ უნდა შექმნას დამოუკიდებლობა. ჩვენ მომცემლები რა ალბომი ხატნა აბილიანი რომელიც დაუწყებდი მე პირველ რიგში. რაც სპორტ აქტივის ხელოვნებაში ხო? ნუ მაგალითად ეს იგივე ვთქვათ, პარტისტული ფორმები იქნება, ეს კიჩური ფორმები იქნება, რომელიც გავრცელებული არის ჩვენთან არ ხდება პირველად. ნუ რა თქმა უნდა, გავრცელებული არის რაღაცა თავის სპეციფიურ კონტექსტზე. ეხლა ბათუმის კონტექსტს თუ ავიღებთ, და თუ თქვათ, იქ არის ესეთი გეგმა, რომ ეს სივრცე უნდა გაკეთდეს, როგორც ესეთი ინტერთეინმენტის სივრცე, ეს არის საკურორტო ზონა, იქ იყოს თქვათ რაღაცა, ნუ გასართობი ახალგაზრდული ადამიანი. ამ შემთხვევაში ეს კიჩური ფორმები არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩემი აზრით, თქვათ, აქ არის უფრო ცოტა სხვა პრობლემა ის, რომ ხდება ხოლმე, ნუ აი თუნდაც რაღაცა კორექტურის შეტანა დამკვეთის მიერ, რომ თქვათ, იქ როგორც შეიძლება დროშა მიაკრანან რაღაცა ეს ცოტა გაუგებარია. მაინც არ იკითხები რა. კიჩი გასაგებია, როგორც ფენომენი კიც შევშორის თუ შეიძლება ზოგადად არსებობს ალბათ სხვა კი არსებობს ძალიან ესეთი ხარისხიანი კიჩიც არის აი მაგალითად რო ავიღოთ ნიკიდეს ამფალის მთელი ბაღი არის იტალიაში ტაროს ბაღი რომელიც არის კიჩის შედევრი თუ შეიძლება ამას ესე დავარქვა მაგრამ ნუ თუ თქვათ ჩვენ მთელ სივრცეებს კიჩად ვასწრებთ ეს რა თქმა უნდა არ იქნება ნორმალური რაღაცა ადგილებში და რაღაცა კონტექსტებში ეს აბსოლუტურად ნორმალურია და არ უნდა იწვევდეს თქვათ რაღაცა ისეთი აღშფოთებას და ნუ რაღაცა უფრო კატასტროფა მოხდა და ეს რა საშინელებაა და ხელოვნების დეგრადაცია და ეს ნუ არ არის მაინც ასე ვთქვათ ნორმალური ვიგავიცები. ქალებს ალბათ უკვე ჭირდება ბუსტების და ვთქვათ ხელოსანი ქანდაკებების გარდა უკვე ის ფორმები, რომელიც გარკვეულწილად ადეკვატური იქნება თავისი დროის. ანუ ჩვენ ცოტა ამოვარდნილობთ და საბჭოთა პერიოდიდან მოდის ჩვენი ცნობიერება. ამდენად ეს ფორმა, რამდენადაც დარწმუნებული ვარ, რამდენადაც გაცილებით უკეთესი ყოფილიყო ეს შოპენსი, მაინც სრულად გაურკვეველ მდგომარეობაში ჩააყენებდა ეს მაყურებელს. ეს არის დენის ოპენჰაიმერის ქანდაკება, შეიძლება ასე ვთქვათ, ქანდაკება. რომელიც დაიდგა სად არის? შეერთებულ შტატებში დგას. ერთადერთი საფრენია ეს წვერი რა? ერთადერთი საფრენი არის წვერი. ეს არის ჯეფ კუნსის ქანდაკება. ძალიან გახმაურებდი. აბუნებრივი. და ესე ეს არის როტერდამი. აი თქვენ თქვათ ესეთი კანდაკება. აი ეს არის კანდაკება. არ მოხდებოდა იგივე ხმა. მოყვებოდა იგივე ხმა. დადგმული ქანდაკება მუნიციპალიტეტის მიერ, რომელიც დაიდგა როგორც ღამე, იმიტომ დილას რომ გააკეთათ როტერდამის მოსახლეობას დახვდათ ეს ქანდაკება დადგმული შუა ქალაქში. ამას მოყვა ძალიან დიდი დებატები, იმიტომ რომ ასოციაციები ძალიან ისეთი გამოიწვია. ეს მომწონდა. ეს არის რაღაცა 80-იანი წლები. ანუ ეს პროცესები დასავლეთში დიდი ხანია მიდის. ასეთი ტიპის ქანდაკებების დაყენების მინარაცლებში და რაღაცა დაახლოებით ერთთვიანი დებატების მერე ეს ქანდაკება გადაიტანეს მუნიციპალური მუზეუმის ეზოში და ერთად დგას იქ. მე თვითონ პოზიცია აღიზიანებს, რომ იძახიან საზოგადოებას არ კითხეს და საზოგადოება მგონია რაღაცა მისტიკური ისა და ვინ საზოგადოებას არ კითხეს ატო კითხეს ეთიკայի შემოშთა იყო რომ მომწონს არ მომწონს ათქმა უნდა ვიცი ის ამერს ამერს არგუმენტი უნდა პროცესს ხო არ შემოგიწევს მე მომწონს იმიტომ რომ ახალია და ჩემთვის იყო კი არა ჩემთვის იყო რაღაცა სასიამოვნო მოულოდნელობა რომ იმ რაღაცა კვერცხებიანი ცხენების მაგალითად ეხა მარტო კვერცხებიანი შოვაცი აი რაც საინტერესოა ჩემს არის რაღაც ახალი და ეს არ არის რა რაღაც გაცვეთილი ჩემს აზრით ბათუმისთვის მithumetes
რაღაცა მემედავაში ზე რაღაც სახელები გადახრილი ო მაგრამ მაშინ ესე დავსვათ სიახლე ყოველთვის გულისხმობს ხარისხს თავისთავად ხარისხს არ გულისხმობს მე შევეცადა ჩემი ბავშვები მეგობრებთან მიმეღო ფოტოები სხვა რაკურსიდან ეხლა მან წმინდა პროფესიონალი მე არა ვარ არც წმინდა ხელოვნებაცონდაც მან ხო ეხლა ზოგადად სურათში როგორ ჯდება სამწუხაროდ არ ახლა ისაც ნახე ანუ მე მიყვარს ეს კიჩიც მიყვარს ეს რაღაც უმორისტული ჩანართებს გორში იმ სტალინის ადგილას მე კატოლიკიზმს დაუჭერდი ხარსო გორული კატოლიკის შეიძლება დაეჭერა არა ხო არის რაღაც გორული კატოლიკი რაღაც ახალი წვადია იგით და თბილისში დაამიდა ამაზე გონდა დიდი დისკუსია ინგლისური დაიდა ძალიან საერთოდ ცენტრალურია ისე ერთ სიტყვით წმინდა ვიზუალურად კეტები ჯობდა აი მან არის პრობლემა კეტები თუ შლოპანცი მე ჯერ ეს კეტები ქონდა ფესტინოვაზე ამ ლილის გამოფენილი მცირე ზომაში და ძალიან კარგი იყო და შემდეგ როგორც მე ინტერნეტში წავიკითხე აი ეს კედები რა იყო წარდგენილი კონკურსზე ბათუმში და ეს კედების გადიდება იქნებოდა საინტერესო იმიტომ რომ ეს კედები არის კიდე რეპლიკა როლერბლეიდზე თუ ვიცით რაზე ვლაპარაკობ ძალიან გავს იმას პლუს აქ არის ჩადებული ის იდეა რომ ეს არის იდიომა არსებობს ეგეთი კვერცხებზე სიარული ანუ walking on eggs როცა ფრთხილად უნდა იარო როცა რაღაცისადმი მზნობი არ ხარ და ანუ კანონდა ხო აი როგორც ბავშვებს აძლევენ სკოლაში კვერცხო აძლევენ უნდა მოუაროს ანუ ამ ბავშვს იმას უმუშავებენ რაღაცის მოვლის თვისებას ხო და ეს ამაში ბევრი ისი ხო საინტერესო მომენტი ჩადებული ის რომ როლერბლეიდი იყო ის რომ კვერცხები იყო ანუ ამას ჰქონდა რაღაცა აზრი ხო შემდეგ მე როგორც ასევე ინტერნეტში წავიკითხე ბათუმის მერმა შეცვალა ანუ შესთავაზე მხატვარს რომ მოდი კედები კი არა შლოპანცი ბათუმის მერი მხატვარია არა ხო აშკარად არა მხატვარმა რომ კედები გააკეთა ხო ვიზუალურადაც უკეთესია თქვენც თქვით ეხლა რომ უფრო ლამაზია ძალიან ლამაზია ის შეიძლება გადიდებული უფრო უკეთესი ყოფილიყო ეხლა ეს როლერბლეიდს აღარ გავს ეხლა ეს ჩემთვის გავს ტანკს აი ესეთი მუხლუხა ბეტერზი გავს ეს სწორხაზოვნება ხელოვნებაში არ არის რა ეს სწორხაზოვნება რახან ბათუმია უნდა იყოს შლოპანცი რახან სვანეთია უნდა იყოს თხილამური რახან ქუთაისში რაზდავალი არ ვიცი რა პრობლემები არის ძალიან ბევრი რა რეალურად. და მე აბსოლუტურად ვეთანხმები და მე მგონი აქ რომ ის ველოსიპედი დგას ძალიან ცუდად. ძალიან ცუდად, იმიტომ რომ იკარგება აბსოლუტურად, იმიტომ რომ გვაქვს ისევ სივრცე, ძალიან დიდი სივრცე, ანუ იქითკენ, ვარანცოვისკენ, გვაქვს საოცარი ვერტიკალი, რედისონის, აი ჩვეულებრივი პროფესიული ანალიზია რა და გვაქვს კიდევ გრძივი სივრცე. და ესეც არის ბრტყელი საბოლოო ჯამში დაკარგულია. ანუ ჩვენ ამავდროულად კიდე მინდა აი რომ ეს შორს წაგვიყვანს, აი მე მინდა თქვენ შორს წაგიყვანოთ, იმიტომ რომ აქ არის ესეთი რაღაცა რა. თვითონ ჟან დიუგის აქვს კონცეფტი, საგანგებო კონცეფტი ამის თაობაზე შექმნილი. რაც უკავშირდება ანაგრამას, უკავშირდება ანუ აი ხო რაც უკავშირდება სხვადასხვა ასოსგან რომ ანუ ერთ და იგივე სიტყვისგან შეიძლება იმ ასოებისგან შეიქმნას სხვადასხვა სიტყვები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არსებობს და როდესაც ის ფენდა ამ ნამუშევრებს და როცა კი გამოფინა, აქაც კი როცა გამოფინა, თქვა ანუ ესკიზი იყო გამო, აი ეს სქემა იყო ასე ვთქვათ ხო, ეს იყო დაფიქსირებული და გამოფენილი. ანუ მე ვთვლი მაგალითად რომ ნამუშევარი კი აჩუქა ობიექტი, კი ბატონო, მაგრამ ნამუშევარი ბოლომდე არ არის რეალიზებული. ძალიან საინტერესო ნამუშევარია, მინდა გითხრათ, ეს შეიძლება დაუკავშიროთ ურთიერთობასაც, როცა ერთმანეთის პირისპირ დაჯდება ერთ და იგივე ასე ვთქვათ, იმაზე ველოსიპედზე. და ასე შემდეგ. ასევე მას ჰქონდა ეს ერთ აქ არის ერთი პედალი და აქვს ობიექტი, სადაც არის ორი პედალი. და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი, როგორც ნანამ თქვა, არის ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია შეიძლება ამან მოიტანოს. მაგრამ ისევ ვიძახი, რომ ჩვენ ვამბობთ საზოგადოებას რატო არ კითხეთ, ეს არ არის სწორი. ნამდვილად საზოგადოებას არ უნდა კითხო. ნამდვილად სად დააყენო ეს ველოსიპედი, ეს უნდა გადაწყვიტოს თვითონ ავტორმა და დიზაინერმა, ქალაქის დიზაინერმა, ან მოწვეულმა დიზაინერმა.
ყველაფერი თითქოს ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ ექნება რაღაცა სპონტანურად, უცებ ვიღაცა რაღაცას გადაწყვეტს, აქ კონკრეტულად ხატულ ფორმაზე არ არის ლაპარაკი. აქ არის უბრალოდ პროექტის მომზადების კულტურაზე ლაპარაკი. პროექტს აქვს ყველას თავისი, ასე ვთქვათ, ეტაპები. კი, რა თქმა უნდა, ეს ყველა ვინმე თქვენ ვინც ამას იძახით, რომ ვიღაცას მოკითხავ. დაინტერესებული ხართ რომ ის კითხეს ან რაღაცა? მე დავინტერესდი რა გადაწყვეტა ვენეციის ბიენალეზე თამრიკო კვესკაძის გაგზავნა და მე მივიღე ერთნიშნა პასუხი. თქვენ გიხდით ახლა ის გადაწყვეტა? გადაწყვეტა ეს ახალი ამბავი.